მინდა თქვა ხალბატონი ეკას შესახებ, ის გახლავთ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი, მუსიკოსი. 90-იან წლებში ქალაქ ზუგდიდში ვოკალის პედაგოგად საქმიანობდა, ჰქონდა თავისი ძალიან კარგი, მრავალფეროვანი ჯგუფი ვეს ჯორჯია. 2007 წლიდან ის გახლავთ საქართველოს ეროვნული ფილარმონიის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორი. ხალბატონმა ეკამ დაარსა საერთაშორისო ფესტივალი ჰარირა, რომელიც უკვე აგერ 18 წელზე მეტია ათეულ ქვეყნებთან აქტიური გაცვლითი კულტურათა შორისი ურთიერთობებით ახერხებს ქართული ფოლკლორის, ქართული ქორეოგრაფიის საჯაროდ გატანას და იმის პოპულარიზაციას, რითიც ჩვენ ისტორიული თვითმყოფადობა და იდენტობა მოვიტანეთ დღევანდელობამდე. ის გახლავთ არაერთი ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიების თავად ორგანიზატორი და ხველმოქმედი. ამდენად ახლა თქვენი აპლოდისმენტების ფონზე მინდა წარმოგიდგინო ხალბატონი ეკა გულია. აპლოდისმენტები მოგესალმებით, როგორც ქართული ფოლკლორის განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი მერაბ მეშველიშვილი ალთანი წევიდაშვილი. მოკლედ, ჩვენი ორგანიზაცია პატარებს კურსს გავაკეთებთ შემოძვირთვასო მეგობრებო. გარკვეულ მუშაობას ეწევა ამ მიმართულებით ვატარებთ ფოლკლორულ ფესტივალებს არა მარტო საქართველოში, ჩვენი კულტურა, ჩვენი შემოქმედება გაგვაქვს საზღვარგარეთ. რათა უფრო ფართოდ ყველასთვის დასაქმები იყოს ჩვენი ქვეყნის ფოლკლორის მრავალფეროვნება შემოგატანება. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, შემოგატანება მართლაც ეს არის ჩვენს ოფაში პირველად ამ საქმიანობას ვეწევით, პირველად ტარდება ეს ღონისძიება, რომ ასე შრომით დატვირთული ადამიანების, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მათი შრომის დაფასების მომენტი შევქმნით. ხალბატონი ეკა გულია, ყველას კარგად მოგეცემათ, ვინც აგზავნდებით, აუცილებლად ექნებოდა შემოქმედებით შეხება ამ ხალბატონთან. მისი ქვემოქმედების, მისი კეთილშობილების გამოვლინება ალბათ თქვენთვის არ არის უცხო და ჩვენც ჩვენი ორგანიზაციის სახელით უერთდებით ამ შესანიშნავ საღამოს. მე მგონი შედგა ეს საღამო და კიდევ ერთხელ გულით და სულით მინდა მიულოცო ამ შესანიშნავ ხალბატონს, კარგ ადამიანს, კარგ ქართველს, შემოქმედს, რომელსაც უზარმაზარი კავშირები აქვს მოზარდ თაობასთან და ხვალინდელ რამას დღეს უქმნის მათ. დიდი მადლობა ხალბატონო ეკამ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი შრომისთვის. მე ვიცოდი რომ მთელი საქართველოს შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გავთამამდები და ასე ვიტყვი. იმიტომ რომ თქვენ ყველასთან გაქვს ასე ვთქვათ შეხება ამ მიმართულებით და არა მარტო. ჩვენმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი როგორც მოგეცემათ გრადია ჩვენი ორგანიზაციის სახელი და გვაქვს შესანიშნავი ორდენი, წმინდა გრადის ორდენი, რომელიც ჩამოსულია პატივსემულობო ძვირფას მეტალებში. და გვინდა დავაჯილდოთ ეს შესანიშნავი ხალბატონი პირველად. მაშასე მადლობა ნებართვით ორიოციდვა თქვენს გითხარით და მე ვაჩვენებ აი ამ საბუთს, ეს არის ოფიციალური და ასე ვთქვათ არის ნომერაციით და გატარებული ყველგან და ყველაფერში. ბატონო მერაბ გულაშემილია თქვა. დიდი მადლობა ჯერ გომბრძანებისთვის, ბავშვებს, მშობლებს, ხელმძღვანელებს. დღევანდელი დღე შედიან ამაზე. კაპიტანიკაზე რა შემიძლია თქვა მიყვარს. ხო არის ოქროს არის კაპიტანი და ოქროს მედალი მას. მიულოცოთ ხალბატონი ეკა გულიას ეს ძალიან სიმბოლური მნიშვნელოვანი ჯილდო. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავად იმ ადამიანებმა და ადამიანმა გაიხსენოს ხალბატონი ეკას ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი მომენტები, ვინც თანამონაწილე იყო ამ ყველაფრისა და ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე და მრჩეველი ქორეოგრაფი ბატონი გოჩა ყველაიძე ახლა ჩვენთან არის და მასაც სურს ერთი მოგონების თქვენთან გაზიარება. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ხალბატონო ეკა, გილოცავ
ეს ალბათონი არის ეს ადამიანი, აი რამდენი წლების მანძილზე თანამშრომლობთ ერთად. 2011 წელი პროფესორი ალბათონია საერთაშორისო ფესტივალი ჩაატარა ალბათონმა ზუგდიდში და მონაწილეობდა 1500 თუ 1700 ბავშვი. 1500 თუ 1700 ბავშვი მონაწილეობდა, მთელი საქართველო ვიყავით იქ და მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. მე მინდა ალბათონია საქართველოს პროექტთა აკადემიის სახელით მოგილოცოთ დღევანდელი დღე იხადეთ, იგრძელეთ მრავალი ჟანრი. გაიხადეთ. ახლა კი დროა უშუალოდ ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მათი ხელმძღვანელების დაჯილდოებაზე გადავიდეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მე მინდა განსაკუთრებული აპლოდისმენტები იმ ბავშვებს გამოსვლებს, რომლებიც ბოლომდე ემოციურად გაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს მნიშვნელოვანი ელემენტები თქვენთან წარუდგინოთ.